მაგრამ სამყარო ამას რო გავდეს, მაშინ სხვა რამეზე უნდა დაეცეს თუ კონტაქტი ქონდეს სხვა სამყაროსთან. მაგრამ სამყარო ერთია და უსასრულო. თუ სამყაროს განვიხილავთ, ის უსასრულოა და სხვა მეორე არ არის. ამიტომ ეს ვერ იქნება. ეხლა ეს უფრო მარტივი მაგალითად, ეს შევამციეთ იქ თითოეული გვერდის მოსვლა არის 1/6. აქ არის 50-50%. მაგრამ ვთქვათ, სამყაროს ერთი გვერდი არის, ვთქვათ, აი ეს, რასაც ჩვენ ხედავთ. მეორე გვერდი სად არის? მეორე გვერდი რო იყოს, მაშინ სხვა სამყარო უნდა იწყებოდეს, ხო? არც ეს არ არის. აი ახლა ვიყოთ ეს. მართალია აქ ბევრი ეს არის რო იწყობა სურათი. ხო და მართალია აქ ბევრი ქვებია, ხო, მაგრამ უყურეთ თქვენ. მისი ეს გვერდები არ არის გამოყენებული. შიგნიდან იხსნება მხოლოდ, ხედავთ, შიგნიდან. როგორც ეს სამყარო, შიგნიდან არის ასე ვთქვათ გახსნილი. ნუ ჩვენ განვიხილავთ ამას და ამიტომაც შიგნიდან არის გახსნილი და დაბოლოება რო გახსნილი რო იყოს, სადმე? სხვა სამყარო რო იწყებოდეს, არ არის. აი არა აქ. ჩარჩოა. აი ეს არის სწორედ სამყაროს მაგალითი. და რა თვისება აქვს ამას? ამ თამაშს ქვია ლოიდი. 15-იანა სხვანაირად. აი ეს სურათი. აი, აქ რაც არის. აი, ესე იგი ეგრეთ წოდებულ პარაოზზე ზის ეს რაღაც ცხოველი. ეს ქვემოთ ეს ორბლები ყველაფერი აეწყოს. ხო და აი ეს ქვები ერთმანეთს რო შეენაცვლონ, აქ ამ თამაში შეუძლებელია, იცოდეთ. რაც არის აი სურათი, ხო? ის იწყობა ყოველთვის. დაიშლება, შემდგომ იწყობა. მაგრამ ის შემთხვევა, რომ აი ეს ქვები ერთმანეთს შეენაცვლოს. გამორიცხულია. ანუ ამ სისტემაში ერთი გვერდია. ერთი ასე ვთქვათ, ერთი მხარე. შიგნიდან. და მეორე მხარე, ამას ხო აქვს, ასე ვთქვათ, 50-50-ზე, ხო? ორი მხარე აქვს. ერთი მოსვლის ალბათობა არის 50%, მეორის მოსვლის ალბათობაც 50%-ია, ხო? აი ამას მხოლოდ ერთი აქვს. და მეორის მოსვლის ალბათობა აქ ხო 50-ია. მეორის მოსვლის ალბათობა. რომ ესენი ერთმანეთს შეენაცვლონ, ქვები, ხო? არ არსებობს. უდრის ნულს. აქედან გამომდინარე, იმის მოსვლის ალბათობა, რომ აი ეს გამოსახულება აეწყოს, ესე იგი ბევრჯერ ასე ვთქვათ, როცა ბევრი მოქმედების შედეგად რა. ნებისმიერი ასე ვთქვათ, ქმედების შედეგად, აი როგორც უნდა რა მიმართულებითაც არ უნდა გააკეთო, ხო? თუ ბევრჯერ გააკეთებ ამას, იმის ალბათობა, რომ ეს გამოსახულება აეწყოს, უდრის 1-ს. იმიტომ რომ აი ის ვარიანტი კი, რომ აი ეს ორი ქვა ერთმანეთს ჩაინაცვლოს, უბრალოდ არ არსებობს. ეს ალბათობა არასდროს არ ხდება. არც როდისმე მომხდარა, ასე ვთქვათ, არც როდისმე მოხდება. გამიგეთ? და ის რაც მომხდარა, თუ აქ არის ორი ვარიანტი. ერთი არის ეს, რომლის მოსვლის ალბათობა არ არსებობს. და მეორე კიდე. სხვა მესამე არ არსებობს აქ. გამიგეთ? ორი ვარიანტია. ხო და რომელიც არ ხდება, ის არც მოხდება. ანუ ის რაც არ მოხდება, უნდა ვეძებოთ იმათ შორის. რაც არ მომხდარა. გამიგეთ? და თუ მოხდა რაღაც,
იმის გამეორების ალბათობა უდრის 1-ს. იმიტომ რომ მან ორი ვარიანტია. ერთი რომლის მოსვლის ალბათობა უდრის 0-ს და მეორისა 1-ს. და აი ის იმის მოსვლის ალბათობა რომელსაც 0-ს უდრის, ის არც მომხდარა.